მშვიდობა ყველას, მეგობრებო, ძმებო, დებო, ახლობლებო, ნაცნობებო, თანაკლასელებო. ეხლა შევხვდი ერთ რაღაცას და YouTube-ში მეთქი. Facebook-ში უგასავად. ხო და იქ ქართველ ხალხს ძალიან ისაგთ აი სიტყვის ლექსიკონი. იმას ხმარობენ, აი სინანული ჭირდება ხალხს, აი სინანული გჭირდება, სინანულს ხმარობს მონანიების მაგივრად. მეგობრებო, ძმებო, სინანული და მონანიება განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ცა და მიწა. სადაგაცორო ვარ. ხო და იმიტომ წერ ახლა ამაზე ვერ მოვითმინე. შეიძლება მე ხვალ არც გამახსენდეს. იუდამ წერია რომ ინანა და თავი ჩამოიხვჭო. მე წინადაც ჩაბდები ეს აზრი წინათ არ ვიცი ვინ როგორ მოისმინა. იუდამ წერია იქ ინანა და თავი ჩამოიხვჭო. პეტრემ ამათ ორივემ გაყიდეს იესო. იმან 30 ვერცხლად მოგების ხრივ ბიზნესმენი იუდა ისკარიოტელი. პეტრემ კიდევ გაყიდა ოღონდ ფულზე არა. თავის გადასარჩენად, შიშის გამო. ხო და პეტრემ კი მოინანია და არც ჩავი ჩამოუხრჩია. და უბრალო მაგალითს გეტყოდით, აი სინანული მაგალითად რა არის. იგივეს გავიმეორებ, რაც წინათ თქვი. აი დაუშვა და მე ვიღაცას ვაწყენინი. მერთა მაშროზე დაუშვა ურწმუნო რო ვიყო. ან და ვიღაცამ დაუშვა და მე ჩემ თავზე კიდევ ამას არ ვისურვებ. ვიღაცამ კაც აწყენინა, ცემა, რაღაცა წაართვა, დაამცირა სახალხოდ და მიდის გზაზე. დაეწია სინდისი. ეს სინდის ვერ მოთაფლავ. ეს არის თუ საერთოდ არ არის იმ კაცის სინდისი. და სინდისი ეუბნება რა აქენი ახლა რა გინდოდა. როგორ დაამცირე, არ უნდა გეკნა. საზღარი როგორ დააგდე ძირს იმასარით. ხელი გაარტყი, დასცინე ყველას წინაშე, დაამცირე. არცა მარტო დარჩე თავის თავთან, თავის სინდისთან. ინანა. თავის სინდის უპასუხა, მართალი ხარ. არ უნდა მექნა რა და გავაკეთე. ფუფ, როგორი კაცია რო ვარ. რა და მემართა გაზე რა შმაგი. რა ეს ბუზი შემიჩნდა. არ უნდა მექნა და გააგზელა გზა. წავიდა დაწვა. ესა სინანული. ხოლო ახლა გავშვენებთ მე მონანიება რა არის. სიტყვა მონანიება არის ასე უყურე. და 180 გრადუსი შებრუნება ქვია მონანიებას. და მონანიება არის, იგივე კაცი მიდის, დაამცირა ეს ვიღაცა და გზაზე დაეწია სინდისი, იგივეს ეუბნება და ეს კაცი ჩერდება. ეს ნაბის ვერ დგამს. უკან ბრუნდება. ის ხალხი, იქ ყველაფერი იგივე ის ადამიანის იქვე არის დალეწილი, ნაცემი, დამცირებული და მის წინაშე ბოდის სიხდის. თუნდაც მუხლებზე, თუნდაც ჩაეხუტება, ეუბნება, მაპატიე. არ ვიცი რა დამემართა. არასწორად მოვიქეცი, თუ გინდა მცემე, თუ გინდა ორჯერ იმდენი მირტყი. ყველას ეუბნები. მე მეგობრებო, ამხანაგებო, უცნობი დასწრებო, არასწორად მოვიქეცი ამ კაცს. თუ გინდათ პოლიციაში დარეკეთ, თუ მაპატიებ, ჩემი მეგობარ გთხოვ მაპატიე, არასწორად. შეგიძლია არც მაპატიო. ვაღიარებ თავს, რომ მე არასწორად მოვიქეცი და მუხლებში უვარდება და პატიებას ხავს. ესა მონანიება.
ძალიან განსხვავდება მონანიება და სინანული. ამიტომ გთხოვთ მეგობრებო, ახლობლებო, განასხვავეთ ეს ორი სიტყვა ერთმანეთისაგან. მე მგონი აი ამ როგორ ვთქვა გასაგები, გეწყინებათ ბევრს. მართლმადიდებლობის ლექსიკონია ეს. სინანული. სინანული გჭირდება. სინანული არის მთავარი. სინანული არ გშველის ჩვენ არავის. ბოლოს ყველა ინანებს, მაგრამ ნანობა ეს არასწორია. იესომ არ უთქვია იესოს. ინანეთ ყველა მინანეთ, თორემ მოახლოებულია სასופველი ცათა. იესომ თქვა მოინანიეთ. ეს ნიშნავს დაბრუნდი უკან. შემოbrunდი 180 გრადუსით. და შეიცვალე აზროვნება. ეს არის მონანიება. ასე რომ გთხოვთ, ნუ შეეჩვევით. განასხვავეთ ეს ორი სიტყვა ერთმანეთისაგან, სინანული და მონანიება. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, ტკბილი და მშვიდი ძილი და აბაჰე და აბაჰო უფალმა გაკურთხოთ. ღმერთმა გვაჩუქოს მონანიება ყოველთვის და ყველაფერში. მოუნანიებელი არაფერი არ დავტოვოთ ჩვენ ცხოვრებაში. აბაჰე. კარგად.